უკვე რამდენიმე დღეა გერმანიის ელჩისა და ხაზარაძეების ოჯახის მხრიდან კითხვები პასუხგაუცემელია. საქმე ეხება თბილისში ყავაშვილის ქუჩაზე 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. გავრცელებული განცხადების შემდეგ ასაჯაროებენ თუ არა დამატებით დეტალებს ხაზარაძეების ადვოკატები და რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება თემის ირგვლივ. მარიამ ბუღაძე გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. პოლიტიკურ კორუფციაში მხილებული ხაზარაძის ოჯახი და გერმანიის ელჩი ისევ დუმან. საზოგადოებამ მხოლოდ ხაზარაძის ადვოკატების სახელით გავრცელებული განცხადება იხილა, რომელიც ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გავრცელა და ამ განცხადებით კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. დადასტურდა მხოლოდ ფაქტის ნამდვილობა, რომ გერმანიის ელჩი მართლაც ქირაობს ფართს ხაზარაძის ოჯახის წევრისგან, თუმცა იხდის თუ არა მამუკა ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადს ან რა ფასად ქირაობს გერმანიის ელჩი ამ ფართს, ამ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ. ჩვენ ვცადეთ, რომ დავკავშირებოდით ადვოკატებს და მათ გვითხრეს, რომ საქმესთან დაკავშირებით ისინი დეტალებს ამ ეტაპზე არ იცნობენ. არსებობს თუ არა ქირავნობის დოკუმენტი? არსებობს, მაგრამ მე ახლა ვერ გვევი ამ ბავშვი და რატომ არ იხდის საშემოსავლოს? არ ვიცი თემას საერთოდ, ვერაფერს კი პასუხებ და ხვალ მეცოდინებად. გვაინტერესებს თუ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება. და ასეთი რაზე მოვაპარაკებთ. არ ვარ საქმის კურსში. გერმანიის ელჩმა დიპლომატიური ეტიკეტი აქამდეც არაერთხელ დაარღვია და საზოგადოებას კარგად ახსოვს მისი განცხადებები, რომელიც საკმაოდ პოლიტიზირებულია. ეს ფაქტი და ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი ახლა მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრისგან ქირაობს ფართს, მართველი გუნდისთვის ყველაფერს ფარდას ხსდის და ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არ არის გასაკვირი, რატომ იყვნენ ისინი მუდმივად გამჭვირვალობის წინააღმდეგი, ასევე მართულ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ საქმით უნდა დაინტერესდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის რომ პოლიტიკური ლიდერისაგან ქირაობ ფართს მისი ოჯახისაგან და შემდეგ მასვე დაყვები ხარდასაჭერად, ეს არის მწვერვალი უპატივცემულობისა, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია. ის რომ სარგებლობ გარკვეული შეღავათით, ფართით და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ამას უთანხმებ შენ პოლიტიკურ პოზიციას. კიდე მეორეა, შეიძლება აქ აღმოჩნდეს გარკვეული დარღვევაც. ეს უკვე ხაზარაძეების ოჯახის მხრიდან თუ კი არ ეხთიან გადასახადს იმ შემოსავლიდან, რომელიც აი ამ ქერის თანხით აქვთ მიღებული. არ შეიძლება ელჩი ავლენდეს რაიმე ტიპის პრიორიტეტს, ანტოვებდეს იმის დაბეჭდილებას, რომ რაღაცა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ეს პრიორიტეტი, რომელსაც ამჟღავნებს გერმანიის ელჩი, არ არის მთლად უანგარო, როგორც ჩანს. ამას უნდა ნიშნავდეს წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ გამჭვირვალობის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადადგამდა. პირიქით, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, მოიტანოს ეს დოკუმენტები და გააცნოს საზოგადოებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს ელჩის ასეთი ტიპის საქმიანობით. როგორც უკვე გითხარით, პოლიტიკური სკანდალის ფონზე მხარეები ჩვენს კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობენ.